ახლა კიდევ ერთხელ გახმაურებული ციხის კადრების თემა მედია კავშირი ობიექტივის ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა პატიმრებზე ძალადობის ამსახველი კადრების მოპოვებისა და დასაჯაროების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათ მასალების სამი სხვადასხვა წყაროსგან მიიღეს. ერთი ეს იყო ვლადიმერ ბედუკაძე, მეორე დავით აკობია, ხოლო მესამე შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მედია კავშირ ობიექტივის ინფორმატორი. წყაროს ვინაობას ინაშვილი არასაჯაროებს, როგორ მოხდა ვიდეო მასალის გადაღების დაგეგმვა ამის შესახებ, ბედუკაძის მეგობარმა გიორგი ლომიამ ისაუბრა, რომელსაც ბედუკაძემ თავის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა დასავრცელებლად გადასცა. ლომიას თქმით, ვიდეო მასალის გადაღება და გავრცელება მთლიანად წინააღმდეგობის მოძრაობის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა და ობიექტივის ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა დაგეგმეს. არაერთი მხოლოდ ბედუკაძის მიერ მოწოდებული, არამედ კიდევ ორი სხვა წყაროს მიერ მოწოდებული კადრები ფიგურირებს. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალა და ამაზე ღიად ვისაუბრებ მე თქვენს წინაშე. ეს არის უმთავრესი ვიდეო მასალა. თქვენ რატომღაც არ საუბრობთ ამაზე გამოკვეთილად. მე დღეს მარჯვნივ გვერდით მიზის ბატონი დათა აკობია. ადამიანი, რომელმაც გადაიღო ყველაზე მნიშვნელოვანი კადრები, ეგრეთ წოდებული კარანტინის კადრები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი ჩვენ ჟურნალისტურ გამოძიებაში. ბატონი დათა თავადაც ისაუბრებს ამ თემაზე და სწორედ დასავლეთის სტრუქტურებში, როდესაც ჩვენ მათთან მუშაობდით, ამ კადრებმა შეიტანა განსაკუთრებული რეაქცია მოყვა ამას, იმიტომ რომ ეს იყო უკვე სისტემის მხილება.